უნგრეთში ორბანის დამარცხების შემდეგ მრავალი ეს ინსინუაციები ახლა არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობაზე და ამას ძირითადად პროვოცირებენ ეს გამყიდველი გახარიასტები და ხაზარაძის ლელობანდის მონები. აი, ხედავთ, ჩვენ რომ მიგვიღო ერთად ყველას არჩევნებში მონაწილეობა 2025 წელს შაშან იყო თოდის იყო ეს ადგილობრივი არჩევნები, ჩვენც გავემარჯვებდითო. ეს საკუთარი ღალატის გაправება არის და მეტი არაფერი. მარტივი ამბავი არის, ხო? მადიარს პოლიტიკური ტერორის ქვეშ არ მოუგია არჩევნები. მადიარს ციხეში არ ყავდა გამოკეტილი ოპოზიციური ლიდერები, ხო? თავისი პარტნიორები. და ბოლოს CSKO არ იყო ისეთი ბრუტალურად ორბანისტული და მან დაითვალა ნორმალურად ხმები, ხო? და არც გაყალბების ესეთი მექანიზმები მუშაობდა იქ როგორც საქართველოში. ანუ რასაც ეს ლელო გახარიასტები ამბობენ, ეს არის ტრაკობა პირდაპირ ვთქვათ. და გაправება იმისა, რომ მათ ჩაიდინეს ღალატი და ვითომ კაი ბიჭები იყვნენ და აი მარტივად სათქმელი არის რა. არჩევნები ტარდება ნორმალურად მაშინ, როდესაც არის ნეიტრალური ხელისუფლებისგან ნეიტრალური CSKO. მეორე მომენტი. არჩევნებს არ ატარებენ შსს და სუსი და ძველი ბიჭები. ეს არ იყო უნგრეთში. და საქართველოში ეს ასე ხდება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. მილიონამდე ემიგრანტს ხმა აქვს ართმეული. დაგავიწყდათ? რომელ არჩევნებში ებზაკუნებით ასეთ პირობებში. სანამ ემიგრანტებს არ დაუბრუნდებათ საარჩევნო ხმის უფლება და პლუს ამას ვინც ვერ შეძლებს უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისვლას, მას უნდა შეეძლოს ელექტრონულად ხმის მიცემის საშუალება, სანამ ეს პირობები არ დაკმაყოფილდება, არჩევნები არ შედგება. ანუ იმას, რასაც საქართველოში ჩატარდება, არჩევნები არ ერქმევა. არ არის ძნელი გასაგებია ეს ყველაფერი? აი ჩვენ რომ შევსულიყავით პარლამენტში, ყველა ეხლა ნახე იქ რა ცეცხლს დავატრიალებდით, ამბობენ ეს გახარიასტები, რომლებიც მანდატების პუტანებივით გაიყიდნენ და შევარდნენ პარლამენტში. ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო, დღეს აღარაფერი აღარ დარჩებოდა საქართველოში პროტესტისაგან, ვინც არ იცის და ვინც ვერ ხვდება. სწორედ პარლამენტის ბოიკოტის გამოა, რომ ოცნება ხელჩამოურთმებელი არის. და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს მას ლეგიტიმურ ხელისუფლებად. ვერ ხვდებით ამას? თუ ასე უნდა დაგიღეჭოთ ყველაფერი. როგორც კი შევიდოდნენ ეს პარტიები პარლამენტში, მაშინ დამთავრდებოდა ყველაფერი. აღარ იქნებოდა არანაირი პროტესტი და იჯდებოდით ეს, რა ვიცი, 40 თუ 60 კაცი და იყაყანებდით იქ. და ვერაფერსაც ვერ გააკეთებთ. ახლა გახარიას პარტიას თუ გონია პარლამენტში ახლა ტრიბუნიდან გამოვა და რაღაცას შუბლს შეკრავს და წარბებს შეჭმხნის, ამით ქოცნებას რამე ზიანს აყენებს? არა, ქოცნებას ზიანს აყენებს არაღიარება, არალეგიტიმურობა, რასაც განაპირობებენ სწორედ პარლამენტს გარეთ დარჩენილი და ბოიკოტ გამოცხადებული პარტიები და პლუს ამას რა თქმა უნდა უდიდესი სახალხო პროტესტი, შეუგუებლობა და პრინციპულობა. აი ეს პუნქტები არის, რა უნდა დაალაგდეთ, მე მგონი და ქოცნები ისა გახარიასტებს და ლელოს ბოსლის წარმომადგენლებს ტყუილა დააქვთ იმით იმედი, რომ გაправდებიან უდესმე. ხო გაუნახევრდათ პარტიები, კიდევ აი პირდაპირ მოუწოდებ და არ დავიღლები ამის მოწოდებას. დატოვეთ ყველამ გახარიას და ლელოს პარტიები. ესენი არიან მოღალატეები, გახარიას და ლელოც. ხაზარაძეც ერთიც გაქცეულია ქვეყნიდან და მეორეც და იმალებიან იქ. დატოვეთ პარტიები, გაანულეთ ეს პარტიები და რა ვიცი, ვისაც გინდა იმისკენ გადაიხარეთ და რომელი პარტიაც გინდა იმისკენ დაიჭირეთ მხარი. მიაგერ არც ერთი პარტიის წარმომადგენელი რომ ცალფეხზე მკიდია ყველა პარტია ერთად და ცალ-ცალკე ყველა აღებული, მაგრამ სახალხო პროტესტში მონაწილეობდა არც თუ ბოლო ადგილას, ხო? რა თქმა მე პარტია, როცა სამშობლოა გადასარჩენი. ჩემ ბრძოლას ამ შემთხვევაში
რა თქმა უნდა პარტიული კუთვნილება შენ თუ გააქვს იმის შეგნება რომ საქართველოა გადასარჩენი მაინდა-მაინც რომელიმე პარტიას უნდა იყო მიკედლებული შენი ბრძოლით იბრძოლე კაცო როგორც ერთმა ადამიანმა და ყველამ თავისი გააკეთოს გინდათ პარტიაში რომელიმე პარტიასთან ურთიერთობა გქონდეთ იმ პარტიასთან ურთიერთობა ოღონდ არა ლელოსთან და არა გახარიასთან ნებისმიერთან ახლა ვინც რეალურად არის ოპოზიციას და არა ეს პუტანა ლელო იაგოველები და სხვები კიდე ეს ვითომ ალტიმფოელები ვითომ ეს ოპოზიციონერები და ვითომ კონსერვატორები არაბული ქალაქების თემა სად არის ხო თქვი თავიდანვე ოქტომბრის ბოლოს როგორც კი გაირკვა რომ არაბული ქალაქების მშენებლობა იქნებოდა და მათ განაცხადეს რომ დეკემბერში 2 თვის მერე აპირებდნენ საპროტესტო აქციის გამართვას მაშინვე ხო თქვი რომ ეს სპეციალურად არის გაკეთებული ბორია ივანაშვილისთვის კოჭის გასაგორებლად და ჩაეხშოთ ეს პროტესტი არ თქვი ესა არ გამოვიდა ასე 7 დეკემბრის შემდეგ იმ აქციის შემდეგ რაც გამართეს და ტყუილა რო გამოიყვანეს ხალხი რამდენი თვე გავიდა 4 თვე გავიდა რა გააკეთეს ამ 4 თვის განმავლობაში ერთხელ მაშინ მაინც დასვეს რეალურად საკითხი აი იმ საკრებულოში რო შეძრენ თბილისის საკრებულოში ამ ალტიმფოელებმა რატო არ გამართეს აქციები ეხლა იქ იყიდება უკვე ბინების გაყიდვა დაწყებულია ვირტუალურად ხო ვიცით ეს სად არის ამ ალტიმფოს პროტესტი ეხლაც ვერ მიხვდით რომ ჩაახშეს საერთო სახალხო მღელვარება და ბორიას კოჭი გაუგორეს პირდაპირ მნიშვნელობით რომ აი ჩვენ ავიღებთ ახლა ამ პროტესტზე ზედამხედველობას და ჩაგიქრობთ ამ პროტესტს ჩააქრეს კიდევ არის კითხვები ვისი ჯიბის პარტია არის ეს ალტიმფო ან იგივე ეს ქართველთა დიდი გაერთიანება თუ რაღაც ეროვნული სად არიან რას აკეთებენ მოკლედ ბევრი რამეა გასარკვევი ვინ არის თუ ახამდე ვერ გაიგეთ რა ვიცი ვინ არის ეროვნული ვინ არის ფსევდოეროვნული ვინ არის რუსეთის პუტანა და ასე შემდეგ მაგრამ ეს პარტიული ამბები შორს იყოს პროტესტია მთავარი კიდევ ერთხელ ვიმეორებ არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არა ვარ და არც ერთი პარტიული კუთვნილება არ მაქვს მე მაგრამ ეს არ მიშლის ხელს რომ ვიბრძოლო ჩემი ერთი რიგითი ადამიანის ბრძოლით სამშობლოს გადასარჩენად და იმის ინფორმირებისათვისაც ბრძოლაა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე რომ მოგაწოდოთ ეს რეალური ინფორმაცია ყველაზე და ყველაფერზე შინ თუ გარეთ მიმდინარე პროცესებზე ამიტომ ვაკეთებ ამას თორე მე მოცლილი კი არა ვარ თუ გონიათ მიხარია ძალიან ეხლა ამ გამოჯგიმო ამ ვიდეო ლაივებში და წერა ის არ არის ჩემთვის პრობლემა ეხლა ის ერთი პოსტის დაწერა ერთი წუთი სამჭირდება მე ეხლა 10000 საგაზეთო პუბლიკაციის ავტორისთვის ეს ძნელი არ არის მაგრამ მაინც რა ბრძოლა ბოლომდე სანამ სამშობლოს არ გავწმენდავთ ამ უწმაწური რა ვიცი უჯიშო უსამშობლო ბორიას გვარგადაკეთებული რუსი ჯოჯოსგან და მისი ბანდისგან მანამდე არც ერთმა ნორმალურმა ქართველმა არ უნდა მოისვენოს იმიტომ რომ ამით საკუთარ შვილებს ვყიდით თუ ვეგუებით ამ რეჟიმს და თუ არ ვებრძვით საკუთარი შვილების მომავალს ვყიდით პირდაპირ მნიშვნელობით გაავრცელეთ ეს ვიდეო ამის თქმა მინდოდა უბრალოდ არჩევნები იქნება რა თქმა უნდა ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით მაგრამ მთელი რიგი პირობებით იქიდან გამომდინარე რომ არჩევნები ეწოდოს და არა ისე ქოცბანდამ რომ 20%-იანი გაყალ აგე 2024 წელს მოუგო ოპოზიციამ ერთ ჯამში თქვენ გონი არ მოუგოთ 200-300 ხმით მეტი დააგროვა მაგრამ რა გაუყალბეს მიიწერეს თვითონ დაატრიალეს კარუსელები არ ვიცით სუსმა და იმარო ჩაატარა საძველ ბიჭეთმა მთელი ეს საარჩევნო პროცესი წიხლით რა ვიცი მოსყიდვით დაშინებით ტერორით ეს არჩევნები არ არის ძმაო და ვინც ამაზე ლაპარაკობს აი ჩვენ მაინც არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა ხო ხედავთ მადიარმა იქ რა გააკეთო ის ან დეგენერატია ელემენტარულად ან და სულ გაყიდული ბორიას ბორდელის წევრი
არჩევნებამდე უნდა მივიდეთ ერთობით, ბრძოლით, პრინციპულობით და მოვიპოვოთ ის საარჩევნო უფლება და პირველ რიგში გითქვი უკვე ხო მილიონზე მეტი ემიგრანტი არის საქართველოს გარდაცვალება. მათი მონაწილეობის გარეშე რა არჩევნებს ატარებთ? ეს ხალხი, ვინც არ იცის, წელიწადში რიცხავს 4 მილიარდ დოლარს. 4 მილიარდი დოლარი არის დაახლოებით 10 მილიარდ ლარზე მეტი. და საქართველოს ბიუჯეტი სულ არის 27-28 მილიარდი ლარი. ანუ თითქმის ნახევარი ბიუჯეტის შემოსავალს აგზავნიან ჩვენი ემიგრანტები. ძეგლი უნდა დაუდგათ მათ. აქ კიდევ საარჩევნო ხმის უფლება წაართვეს და ფაქტობრივად მოქალაქეობა ჩამოართვეს კოცებმა. და სანამ ამ ხმებს არ აღუდგენთ მას, ის არჩევნებად არ ჩაითვლება და ტყუილად ასარსალებენ ენას ეს გამყიდველი ლელო გახარიასტები რა. გავრცელეთ ეს ვიდეო, გოდიში გამიგზელდა, მაგრამ აუცილებლად სათქმელი იყო ყველაფერი, რაც თქვი. ბევრმა ადამიანმა ნახოს. ბრძოლა საჭირო. არჩევნებამდე მივალთ და იმ პირობებით ჩავატარებთ არჩევნებს, რაც ქართველ ხალხს სურს.